მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ლაითურსა და ნასაკირალში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დაბის მოსახლეობას შორის შეხვედრები გამართა. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ კეტი გობრონიძე ისაუბრებს. აღნიშნული შეხვედრები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სადმიდის ჩემი ფული“ ფარგლებში მოეწყო. შეხვედრების მიზანი ბიუჯეტის მონიტორინგის პროცესში ხალხის ჩართულობის გაზრდა, მოსახლეობისათვის 2010 წელს სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გასახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის გაცნობა იყო. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მოსახლეობაში გასავრცელებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოითხოვეს ზემოთხსენებული ინფორმაციის ამსახველი მასალები. დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში გამოცემული გაზეთებიც დაურიგდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხალხს გააცნეს სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის რაოდენობა, დაგეგმილი სამუშაოების დეტალური აღწერა, მათი შესრულება, ჩაბარების კონკრეტული ვადები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობას საშუალება ეძლევა გააკონტროლოს, მონიტორინგი გაუწიოს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას და რაიმე შეფერხების შემთხვევაში ანგარიში მოითხოვოს. დამსწრე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განსხვავებული შეხედულება ჰქონდა გასახორციელებელ პრიორიტეტებზე. ზოგიერთისთვის პირველხარისხოვან პრობლემას გზის რეაბილიტაცია და შემდეგი წლისათვის მოსაცდელების მოწყობა წარმოადგენდა. თუმცა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, მოსაცდელების მოწყობისათვის გამოყოფილი თანხა გზის რეაბილიტაციაზე რომც გადანაწილდეს, ეს პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებს. გავეცანი ამ ყველაფერს მომწონს ყოველ შემთხვევაში თუ გაკეთდება ოღონ ყველაფერი ნამდვილად. აქამდე ვიცოდი რომ კეთდებოდა, მაგრამ გამკეთებელი არამე არის. გზა 10 კილომეტრი გზა მერიდან აჭარასთანო დაგვაკავშიროს. რომელი გზითაც რევოლუცია რომ მოხდა ამ გზით, ამ გზას პატივი უნდა ეწეს. პირადად თავრობას ვთხოვთ, რომ ეს გზა გაგვიკეთოს და წყალი. მოსაცდელის წვიმაში რო დავსველდნენ, ირჩევნია გზა რო გაკეთდეს. უახლოეს დღეებში გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი მსგავსი შეხვედრების მოწყობას პროექტის სხვა მიზნობრივ თემებშიც გეგმავს. უკრაინის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების სისხლის მიხედვით სადიპლომო ფილმს იღებენ. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი ჩოხატაურიდან. მორიგი დუბლის გადაღება დაიწყო. უკრაინელი სტუდენტების 35 წუთიან სადიპლომო ფილმში, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით მზადდება, ყველაფერი ისეა აღწერილი, როგორც ერთ ცნობილი მწერლის ნაწარმოებშია მოთხრობილი. სისხლი ლაპარაკობს და სისხლი ფიქრობს. მთავარ როლს კი როგორც მოთხრობაში მოუსვენარი და ანცი ნოდარ ლომჯარია თამაშობს, რომელიც სამეგრელოდან ქიშვარდი ბაბუა მიულია ბებიადან წამოიყვანა. ფილმი, რომლის გადაღება ნოდარ დუმბაძის მშობლიურ სოფელში ზენობარში მიმდინარეობს, ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობს. ფილმის რეჟისორი, უკრაინის კინოხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი ირინა პავილა ამბობს, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ საქართველოში ჩამოსულიყო და სადიპლომო ფილმი აკადაიღო, მას შემდეგ მიიღო, როცა სახლში შემთხვევით ნოდარ დუმბაძის წიგნი ნახა და წაიკითხა, რომელიც დედამის საქართველოში ყოფნის დროს აჩუქეს. როგორც უკრაინელი სტუდენტი ყვება, საქართველოში ჩამოსასვლელი სადიპლომო ნაშრომის გადაღებისათვის საჭირო თანხა მამას გამოართვა. თუმცა არ ნანობს და ამბობს, რომ გურიაში გატარებული წუთები არასოდეს დაავიწყდება და საქართველოში ხშირად ჩამოვა. ფილმის გადაღებას კი 28 აპრილს დაასრულებს. Снимаем здесь фильм, воистину в Хидеставе, там, где это все и начиналось, и где было написано. Это, конечно, только от того, что есть огромное желание мое снять этот фильм, есть огромное желание снять фильм у моих родных и близких, и у людей, которые встретили нас здесь с открытыми сердцами. Потому что никакого финансирования с стороны института нету. И как бы все то, что мы делаем, это мы делаем своими силами, фактически из своего кармана. И поэтому мы, грубо говоря, поставили все на кон, чтобы сделать эту работу. И поэтому воплощаем ее в жизнь, ну и пока, по-моему, успешно. ზენობარში მცხოვრები 79 წლის ზაურ სიხარულიძე, რომელიც ნოდარ დუმბაძეს პირადად იცნობდა, უკრაინელი სტუდენტების სადიპლომო ფილმში ქიშვარდი ბაბუას როლს თამაშობს. ამბობს, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ფილმში მონაწილეობის მიღებაზე უკრაინელ რეჟისორს